ახლა კი ვნახოთ მისი გრძნობა. და ვნახოთ რა ენერგიებში ხართ, რათა მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა. თქვენ მზად ხართ დაიძროთ, იმოქმედოთ. თქვენი სიყვარულისთვის, მაგრამ ამავდროულად აქ არჩევანიც არსებობს. ან დაიძრათ, ან გაჩერდეთ. და გადავიდეთ უმოქმედობაში. გადაწყვეტილება გაქვთ მისაღებ. არც თქ როგორ მოიქცეთ. ცოტა დაიბენით. ტრანსფორმაცია, ნუ ყოველ შემთხვევაში ისე როგორც იყო აღარ იქნება. იმედგაცრუებულია თქვენ ჩაფიქრებული პარტნიორი, იმედგაცრუებულები ხართ თქვენც. ბევრი ილუზიები იყო, რომლებიც დაიმსვრა. არასაკმარისი რესურსების გამო ორივე მხრიდან სავარაუდოდ. რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი. ეს არ არის არც მარტო ემოციები, არც მარტო მატერიალური, არც მარტო ყურადღება და ჭორაობა, ანუ ყველაფერი ერთად. ან ვიღაცასთან რაღაცა ერთი ნაწილი შეიძლება იყოს. თუ იცით, თქვენ თავი დააგზავნეთ ყურება. ნახოთ, ისი გრძნობა, რას გრძნობს, რა ემოციები აქვს. ემოციები აქვს, წყლის მეფე ამოვიდა. მაგრამ ცვალებადია მისი ემოციები. შეიძლება აქ უბრალოდ წყლის ზოდიაქოც ამოიღოს ამ შემთხვევაში. გრძნობა არის, მაგრამ არის ზედაპირული, უფრო მას დღესასწაული, კარგი დროის გატარება უნდა, მაგრამ ურთიერთობა ხომ არ არის ხოლმე დღესასწაული, ხო? ცოტა მგონი პასუხისმგებლობისგან ეს ადამიანი თავს იკავებს აქ. ხო, აი, როცა საქმეს პასუხისმგებლობას შეეხება, რაღაცნაირად უმოქმედობაში გადადის. მე ხელები დამიბანიაო, ესე შეიძლება არ ამბობს, მაგრამ მის აქციებით ეგრე ჩანს. ნუ ეს ყველაფერი სტაბილური, ეხლა უფრო თითქოს სამსახურზეა ორიენტირებული, შემოსავალზე. ვიღაცა ისვენებს, ვიღაცა უბრალოდ ავად არის შეიძლება და ლოგიჩი წევს, ვიღაცას ეხლა უბრალოდ ძინავს. არ აქვს მნიშვნელობა როდის გახსენით ეს გაშლა, მაშინ მოქმედებს თქვენზე, როცა გახსენით. ნახოთ კიდე მისი გრძნობა. ნუ დიდი მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ, უდაოდ. მაგრამ უნდა რომ გაექცეს ამ მიჯაჭვულობას. ეშინია ცოტა თქვენი. თავს გრძნობს რაღაცა ჩარჩოებში. ანუ თქვენ თითქოს რაღაც თავისუფლება შეუზღუდეთ ამ ადამიანს. ნუ ეს ადამიანი ეგრე გრძნობს. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ.